ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე ძლიერი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან. მანგარის რეგიონის ქალაქ რეოში გზებზე უზარმაზარი ლოდები და ნანგრევებია ჩამოშლილი. დაზიანებულია ან ნაწილობრივ დანგრეულია არაერთი შენობა. 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა კუნძულზე 15 აგვისტოს მოხდა. სტიქიან ფლორესის რამდენიმე რაიონში მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ადგილობრივები მიყენებულ ზარალს აფასებენ და დაღუპულ ოჯახის წევრებსა და მეზობლებს გლოვობენ. როდესაც მიწისძვრა მოხდა, ორივე თანამშრომელი პანიკაში ჩავარდა და შენობიდან ავარიული გასასვლელიც სცადა გაქცევა, თუმცა დროულად გამოსვლა ვერ მოახერხეს. რეოში მნიშვნელოვნად დაზიანდა ეკლესია. შენობის კედლებზე დიდი ბზარებია. დაზიანებულია ინტერიერის ნაწილიც. ნანგრევებისა და ჩამოშლილი კონსტრუქციების მიუხედავად ეკლესიის შიგნით რელიგიური ქანდაკებები და სხვა ნივთები კვლავ ადგილზეა. ძლიერ დაზიანდა მეჩეთიც. შენობის კედლებისა და კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა. მეჩეთი მლოცველებისთვის უსაფრთხო აღარ არის. სტიქის მიუხედავად ადგილობრივ მუსლიმებს რელიგიური მსახურება არ შეუწყვეტიათ. დაზიანებულ მეჩეთში არ შედიან, თუმცა შენობის ეზოში იკრიბებიან და ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. მიწის რომ დააზიანა შენობები, რომლებიც წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრებისა და რელიგიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მიწისძვრის დროს ჩემი მეუღლე და შვილი მეჩეთში იმყოფებოდნენ, ამიტომ პირველ რიგში ისინი გამოიყვანენ. თან ხმამაღლა ვყიროდი, რომ გამეღვიძებინა ყველა, ვისაც შესაძლოა ჯერ კიდევ საკუთარ სახლში ეძინა. შენობები ნგრევას იწყებდა და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ახლა ფლორესის მცხოვრებლებს სტიქიის შედეგებთან გამკლავება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მძიმე დღების გადატანა უწევთ. ცის ქვეშ შეკრებილი ადამიანების ლოცვის ფონზე კი მათ გარშემო დარჩენილი ნანგრევები კვლავ ახსენებს კუნძულს შაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მასშტაბებს.